ახალი სპორტული ცენტრი სამგორის რაიონში პროექტი თბილისის მერიის სპორტული ცენტრების ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში გახორციელდა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ დარბაზებში ყოველდღე 200 სპორტსმენი ივარჯიშებს. ახლად გახსნილი სპორტული ცენტრი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა, რის შემდეგაც გიგი უგულავამ ეკონომიკაში თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ახალ ტატამზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინებას დამწყები ძიუდოისტები დღეს ცდილობდნენ. 200-მდე დამწყებ სპორტსმენს ახალ სპორტულ კომპლექსში ვარჯიში ყოველდღე შეეძლება. სამგორის რაიონში წმინდა ბარბარის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების ახალი სპორტული კომპლექსი დედაქალაქის მერმა დღეს პირადად დაათვალიერა. კრებისა და ძიუდოს დარბაზების, სატრენაჟერო და საექიმო ოთახები. ახალი სპორტული ცენტრი 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა აშენებული. კომპლექსი თბილისის მერიის სპორტული ცენტრების პროგრამის ფარგლებში აშენდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გეოგრაფიული არეალი გაგვეზარდა და თბილისის ყველა უბანში ყოფილიყო შესაძლებლობა რომ ასეთი ცენტრები გაგვეკეთებინა და იმის ხარჯზე, ძველი ამორტიზირებული, მაგრამ თავისთავად ქონების ხარჯზე, იმ ქონების ხარჯზე ჩვენ შევძელით სხვადასხვა ლოტებზე ინვესტიციების მოზიდვა. თქვენ იცით, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის ყველა ეს სპორტული ობიექტი უფასოა და მათ ხარჯებს მერია ფარავს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ოჯახისთვის. ფულადი პრემია და კომპიუტერის 3 გამარჯვებულს დანარჩენ 11 კონკურსსაც კი სიგელები გადაეცა. ახლად გახსნილ სპორტულ ცენტრში მისულმა გიგი უგულავამ ეკონომიკაში თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულებიც დააჯილდოვა. კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია და გონებრივი კონკურენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განათლება ქვეყანაში იყოს პრესტიჟული. და ესეთი ოლიმპიადები, ესეთი კონკურსები ამის მხოლოდ და მხოლოდ წამახალისებელია. ოლიმპიადა თვითონ ტარდებოდა ეკონომიკაში, ანუ მიკრო და მაკროეკონომიკის მიმართულებით, ორგანიზებული იქნა საქართველოს ეკონომისტთა ფორუმის მიერ და ალბათ გავიმარჯვა იმიტომ, რომ ჩემმა უნივერსიტეტმა აისეთმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ მომცა სათანადო ცოდნა ამისათვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლის 1000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. დასაქმების პერსპექტივით კონკურსში გამარჯვებულების სტაჟირებას ეროვნული ბანკისა და TBC ბანკის ფილიალებში გაივლიან. თბილისის მერის 120 დღიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებაა. თუ ჩვენ შევძლებთ სამართლიანი შეჯიბრის ერთის მხრივ უზრუნველყოფას და მეორეს მხრივ იქნება სპორტი, იქნება ხელოვნება, იქნება თუ განათლება, თანაბარ ხელმისაწვდომობას, მერე უკვე გაიმარჯოს ნიჭმა, გაიმარჯოს შრომამ და გაიმარჯოს თავდადებამ. აი ეს არის მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და თითოეული ასეთი კონკურსი სწორედ ემსახურება იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობა და ამ თანაბარ შესაძლებლობაში გაიმარჯოს ღირსეულმა. გამარჯვება ეს ნიშნავს, რომ ეს არის პირველი საწყისი და ამის შემდეგ უკვე სამსახურში მოხდება, თქვათ ესეთი წარმატებების მიღწევა. მინდა გითხრათ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, რომ ის მითი, რომელიც არსებობს, რომ ბევრი სტუდენტები არიან და დასაქმება ფაქტურად შეუძლებელი, ესე არ არის. ნამდვილ პროფესიონალებზე ისინი ვინც კარგად სწავლობენ, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც ჩვენ ბაქში, ასევე მრავალ კერძო სექტორში შეიძლება ადამიანების დასაქმება. ეკონომიკაში თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. სტუდენტებს შორის მსგავსი ოლიმპიადა მომავალ წელსაც გაიმართება.